კომპანია არსიკი მერის პროგრამის მეორე ეტაპზე მიღებული 4 მილიონი დოლარით ვაკეში მშენებარე ობიექტს 2012-ში ასრულებს, თუმცა იანვრიდან გაყიდვებს უკვე დაიწყებს. არსმა დამატებით 1 მილიონი დოლარი TBC ბანკისგანაც მიიღო და თუ კი ბინა მომხმარებელს 2012-ის მარტში ვერ ჩააბარა, ფულს TBC ბანკი დაუბრუნებს. ბათუმში მშენებარე ობიექტი კი არსმა ვალის სანაცვლოდ ბაზის ბანკს გადასცა. ეს არის 4 სართულიანი მრავალფუნქციონალური კომპლექსი, რომელიც მდებარეობს ძველი ბათუმის ცენტრში. იგი წარმოადგენს როგორც კომერციულ ფართებს, ასევე საოფისე ფართებს და საცხოვრებელ ბინებს. იპოთეკურ სესხს გააჩნია ძალიან კარგი პირობა. ბაზის ბანკი მათ თავაზობთ გარდა 10%-იანი ყველაზე დაბალი იპოთეკური სესხის საპროცედურო განაკვეთის კლიენტმა ისარგებლოს ერთწლიანი საშეღავათო პერიოდით, თუ კი იგი შეიძენს ამ კომპლექსში საცხოვრებელ ბინას, ხოლო თუ კი კომერციული ფართით არის კლიენტი დაინტერესებული, ბაზის ბანკი ასევე თავაზობს შეღავათს, რაც გამოიხატება აღნიშნული ფართის იჯარით აღებაში, რომელიც ასევე ბაზის ბანკი მათ მიაწვის ყველაზე დაბალი პირობებით 10 ლარად 1 კვადრატული მეტრი. საიჯარო ხელშეკრულება იმოქმედებს 1 სექტემბრამდე, ხოლო 1 სექტემბრის შემდგომ კლიენტს შეუძლია აირჩიოს უკვე წინასწარ დამტკიცებული 10%-იანი სესხი და გააგრძელოს შემდგომ სესხის მომსახურება და ამასთან აღნიშნული ქონება კომერციული ფართი მის სახელზე იქნება რეგისტრირებული. ბათუმში ბაზის ბანკი წარმოდგენილია უკვე 5 წელიწადია, გვაქვს 2 სერვის ცენტრი, რომელშიც ნებისმიერ დაინტერესებულ მსურველს შეუძლია მიმართოს აღნიშნულ სერვის ცენტრებს, ასევე საქართველოში მდებარე ბაზის ბანკის ნებისმიერ სერვის ცენტრს და ისარგებლოს 10%-იანი იპოთეკური სესხით. ამ საინტერესო თემაზე ახლა უბრალოდ დავით კაკაბაძე, ბაზის ბანკის დირექტორი ისაუბრებს, მოგესალმებით. ეს ერთგვარი რაღაც ტაბუირებული თემაა ბანკებისთვის, უძრავი ქონება, რომელიც მათ ხელში კრიზის პერიოდში გადავიდა, იმიტომ რომ ბევრი დეველოპერი ვალაუვალი აღმოჩნდა. და რამდენად ვიცი, ეს ქონება ჯერჯერობით დააკონსერვებულია, ბაზარი ელოდება, როდის გამოჩნდება და რა ფორმით ეს ქონება. თქვენ გადაწყვეტეთ, რომ არ დაელოდოთ, თქვათ, მოვლენებს თუ ტენდენციებს პოზიტიურს, უფრო პოზიტიურს და შემდგომი ინვესტირება განახორციელოთ, დაამთავროთ ეს ობიექტი და გაყიდოთ. რატომ რა გაძლევთ იმეს თუ რწმენას, რომ აი დღეს უკვე კარგით დამატებით ინვესტირება შედგეს. ჩვენ ვფიქრობთ, რომ უბრალოდ პოზიტიური დინამიკა შეინიშნება, თქვენს რეპორტაჟშიც ამის შესახებ იყო ლაპარაკი და ჩვენ გვინდა უბრალოდ საახალწლოდ შემდეგი წლის სეზონისთვის ეს იმიტომაც გამოვაცხადეთ, რომ დავაინტერესოთ ბიზნესები იმისათვის, რომ ეს ობიექტი დაიტვირთოს და რეალურად ამუშავოს. დასრულებული სახე აქვს უკვე პრინციპი. დიახ, ჩვენ ფაქტობრივად არსი ბათუმთან მოვილაპარაკეთ და ერთობლივად გადავწყვიტეთ, რომ უმჯობესი იქნებოდა, რომ მფლობელობით ფორმაში უკვე ეს ბაზის ბანკის საკუთრებაში ყოფილიყო და ერთად ეს ობიექტი დავასრულეთ, ანუ ამას ჩვენ ერთობლივად ვაკეთებთ და შესაბამისად დამატებით ინვესტიცია ჩადო ბაზის ბანკმა ამაში დაახლოებით 5 მილიონ ლარზე არის საუბარი და ამის საშუალებას ჩვენ გვაძლევს ადეკვატური კაპიტალიზაცია და ჩვენ ვფიქრობთ, რომ შეიძლება ასეთ დროს გარკვეული საინვესტიციო აქტივობაც განახორციელოს ბანკმა და ამითიც ასეთი 10%-იანი იპოთეკურ სესხი, რა თქმა უნდა, ყველაზე მიმზიდველია ბაზარზე. ეს როდის გამოცხადდა? დღეს გამოცხადდა, გვაქვს თუ არა პირველი რეაქცია, ნუ ძალიან ნადრევი იქნება. ჯერ პირველი რეაქციები ჯერ ნადრევი ამაზე საუბარი, თუმცა ჩვენ ასე ვთქვათ კომპლექსური არის, იმიტომ რომ თავიდანვე მომხმარებელი არ არის ვალდებული, რომ ეს სავაჭრო ობიექტი შეიძინოს, მას ეძლევა გარკვეული პერიოდი იმისათვის, რომ მოშინჯოს, ასე ვთქვათ, რამდენად აქტიური იქნება ეს ადგილი და რამდენად გაამართლებს კაპიტალიზმის. ჩვენ შორის ფორმდება ხელშეკრულება, მაგრამ მე ფულს ჯერ არ ვიქთი? დიახ, თქვენ მხოლოდ იხდით შეღავათიან იჯარის საფასურს, სიმბოლურს, სექტემბრის ბოლომდე ეს ფაქტობრივად სეზონი ამაში ჩართული არის და ამის დასრულების შემდეგ კლიენტს ექნება საშუალება გადაწყვიტოს, ან ის ახალი იჯარის ხელშეკრულებას გააფორმებს უკვე ბაზარზე არსებული ტარიფის მიხედვით, ან ამ დაპირებული 10%-იანი სესხით იყიდის ამ ობიექტს. თუმცა თუ სურვილი ექნება, მას დღესვე შეუძლია გაიფორმოს თავის საკუთრებაში და ეს სესხი აიღოს. ხო, ანუ მას ფაქტურად ექნება საშუალება ნახოს რამდენად დაიტვირთა რეალურად და აქვს თუ არა, თქვათ, აზრი. აი, სწორედ ეს არის იდეა, რომ აი ეს პირველი ბარიერი და ეს რისკი გარკვეულწილად ბიზნესის მხარეს შემცირდეს. და რატო შეიძლება, თქვათ, თუნდაც 10%-იანი საკრედიტო პირობით მიღირდეს
თქვათ ყიდვა საავტო ობიექტის ვიდრე თქვათ იჯარის გაგრძელება, იმიტომ რომ ტიპიურ შემთხვევაში ერიდებიან ხოლმე საცალო მოაჭრეები რაღაც შეძენას. დიახ, ეს გააჩნია პროფილი როგორია ბიზნესის ზოგს ალბათ ურჩევნია რომ ქირით იყოს. აი იჯარის თქვათ თუ შეგიძლიათ შემიძლია აი იჯარის შემთხვევაში რა პერიოდში თქვათ მომცემს ის დაიფარება ის განსხვავება რაც ყიდვასა და იჯარით აღებას შორის მე მაძლევს როგორც მომხმარებელს. დიახ, უბრალოდ თუ ჩვენ ვილაპარაკეთ გრძელვადიან კრედიტზე, შეიძლება 10 წლიანი კრედიტიც იყოს და ამ შემთხვევაში თუ არის ეს 10%, ეს საკმაოდ ახლოს შეიძლება იყოს თვითონ იჯარის საფასურთან. მე გამოს კვადრატულ მეტრზე. კვადრატულ მეტრზე დღევანდელი საბაზრო იჯარა არის $15-20. თუმცა ჩვენ ამას ვიწყებთ მხოლოდ 10 ლარით. და დაახლოებით ამდენივე უწევს ყიდვის შემთხვევაში. დიახ, გრძელვადიან პერიოდზე თუ იქნება 10%-იანი, ოდნავ მეტი იქნება საბაზრო. გამოდის რომ ფაქტურად იჯარას კი არ უხდი, არამედ შენ თავს თქვა თვის ყიდვა. თუმცა ზოგიერთ ბიზნესის მაინც მოსახერხებელი რომ იჯარა იყოს მოქნილობისათვის, რომ საჭირო. კეთილი, ძალიან საინტერესო პროექტია ჩვენთვისაც, იმიტომ რომ გვაჩვენებს ასე ვთქვათ როგორია აქტივობა, განსაკუთრებით იმით ფონზე რომ ინფრასტრუქტურა იქ ვითარდება და რამდენად პასუხობს ინვესტორი და მეწარმეები აი ამ ახალ სიტუაციას იქ იმ ფონზე რომ ვთქვათ იძენს თუ არ იძენს ვთქვათ ან იჯარით იღებს თუ არა ახალ კომერციულ ფარდებს. გისურვებთ წარმატებას, დიდი მადლობა.